საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს. დღეს ზურაბიშვილის სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით ევროკავშირი გაფართოების მომდევნო ნაბიჯი. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ევროკავშირისგან დახმარება და მხარდაჭერა მოითხოვა. მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი პასიურია და თავის მთელ შესაძლებლობებს არ იყენებს. დისკუსიაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთი საკუთარი მიზნების მისაღწევად სულ უფრო მრავალფეროვანი იარაღს იყენებს, არა მხოლოდ სამხედრო აგრესიას, არამედ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციას, არჩევნებში მანიპულაციას და სხვა ინსტრუმენტებს. ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს ევროპიდან პასუხი სჭირდება. ასევე ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ის არ ეთანხმება პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ევროპამ დაკარგა. ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხი ჯერ კიდევ იბრძვის ევროპული მომავლისთვის. დღეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი პასიურია, არ იყენებს თავის მთელ შესაძლებლობებს. საქართველომ ვერ შეძლო საკუთარი თავის დაცვა არჩევნების უზარმაზარი მანიპულაციებისგან, რადგან პრეზიდენტს აღმასრულებელი ბერკეტები არ ჰქონდა. მოლდოვამ კი შეძლო საკუთარი ხალხის ხმების დაცვა. ასეთ დროს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი მკაფიოდ განაცხადებს საკუთარ პოზიციას, მეტ აქტიურობას გამოიჩენს და არ დატოვებს ქვეყნებს მარტო რუსული ზეწოლის პირისპირ. მე ცოტა არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, თითქოს საქართველო უკვე დაკარგულია. ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებული ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით. ჩვენ ჯერ კიდევ ქუჩაში ვართ. მე თავად ვარ ქუჩაში. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, მეტი აქტიური ჩართულობა. ევროკავშირს შეუძლია და ვალდებულია, რომ მეტი გააკეთოს, როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის, ისე ჩვენთან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. და თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი შიდა პრობლემები და გადაწყვეტილებების მიღების სირთულეები უნდა დაძლიოს, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ველით და რისიც გვჯერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით 30 სექტემბერს იგეგმება პრეზიდენტის მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით გაუტეხავი ბრძოლა დემოკრატიული სუვერენიტეტისთვის მტრულ სამეზობლოში. ამავე დღეს ის მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება დისკუსიაზე ქალები გლობალური უსაფრთხოების წინსვლისთვის. პრესსამსახურის ინფორმაციით კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენე ფელინთან, ასევე საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.